როდესაც საუბრობენ, რომ რაღაცის დრო არ არის, ახლა ამის დრო არ არის, მე მინდა გითხრათ ერთი რამ. დიახაც, წვავე საკითხების დრო ყოველთვის არის. როდესაც ვიღაცა ამბობს, რომ დრო არ არის, ამბობს იმიტომ, რომ მას არ აწყობს საკითხებზე დისკუსია. ბიძინა ივანიშვილს არასოდეს არ აწყობს საქმეზე და საკითხებზე დისკუსია. იქნება ეს პედოფილია, იქნება ეს ჯანდაცვა, იქნება ეს განათლება. მას უნდა უბრალოდ საუბარი იყოს ყოველთვის არაფერზე. კოალიციებზე, დაჯგუფებებზე, პოლიტიკოსებს შორის შუღზე და ზიზღზე. დიახაც, საკითხებზე, მწვავე საკითხებზე საუბრის დრო არის. პედოფილიას, პედოფილიის წახალისებას, პედოფილიის პროპაგანდას ჩვენ შორის ადგილი არ უნდა კონდეს. იმიტომ რომ ჩვენ გვიჭირს საკითხებზე საუბარი და გვიჭირს პასუხის მოთხოვნა საკითხებზე, ჩვენი პოლიტიკა სავსეა მეორადი მოხმარებლის პოლიტიკოსებით. ჩვენი პოლიტიკა სავსეა პოლიტიკოსებით, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი რაიმე იდეასთან, რაიმე თემასთან, რაიმე კამპანიასთან, იქნება ეს მინიმალური ხელფასის კამპანია, იქნება ეს უკეთესი ჯანდაცვა, იქნება ეს უფასო კვება სკოლაში. არა, ჩვენი პოლიტიკოსების უმეტესობა არის მეორადი მოხმარების პოლიტიკოსები. მოხვედრილებით ანამდებობაზე ვიღაცის მიერ ან მიხეილ სააკაშვილის, ან ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით და შემდეგ უბრალოდ ტივტივით არიან ისინი პოლიტიკაში და ადგილებს სხვა ადამიანებს არ უთმობენ.